გამარჯობა. გაუმოჩეს. დღევანდელ ეპიზოდში ჯეგე სახოკია, ბიდის კიბერუსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი არის ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა ჯეგე ამისთვის. მადლობა თქვენ. ჩვენ დღეს ცხადია ამ ეპიზოდში უნდა ვისაუბროთ რეგიონში დაძაბულობაზე, მაგრამ ერთი კონკრეტული ხაზით უნდა განვიხილოთ ყველაფერი და ეს არის კიბერუსაფრთხოება, იმიტომ რომ ერთი არის რასაც უყურებთ, რომ ირანის ცაზე რა ხდებოდა, რაკეტები, ავიაიერიშები, დარტყმები და ამ შემდეგ, მაგრამ ძალიან საინტერესო პროცესი იყო უხილო ფრონტზე კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და აი აქ ჯეგე დაგვეხმარება, რომ ერთად გაგვარკვიოს ყველაფერში რეალურად აი ამ ომში რა როლი ქონდა ამ ყველაფერს. კიდევ ერთხელ მადლობა გიო. მადლობა მოწვევისთვის, ჩემთვის პირველი ამ თემაზე საუბარი და ცოტა ვღელავ, მაგრამ ვეცდები, ასე ვთქვათ, საკითხთან დაკავშირებით ნათელი მოვფინო რაღაც თემებს, რომლის შესახებაც ადამიანებს შეიძლება ნაკლები ინფორმაცია ქონდეთ. კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ერთადერთი ახლა აქვე ვიტყვი შეჯამების სახით, რომ კიბერუსაფრთხოება და კიბეროპერაციები აღარ განიხილება უკვე კაი ხანია ცალკე მდგომ მიმართულებად. ეს არის ეროვნული უსაფრთხოების ნაწილი, ასევე სამხედრო დაზვერვის თუ კონტრდაზვერვის ნაწილი და ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ძალიან ბევრი ქვეყანა ამ კიბერ ოპერაციებს და კიბერუსაფრთხოების მიმართულებას, როგორც თავდაცვით, ასევე დაზვერვით და თუ შეტევით მიმართულებაში. ირანსა და ამერიკას შორის ეს ჭიდილი არ დაწყებულა ახლა ხანს, ეს დაიწყო ძალიან დიდი ხნით ადრე. და ყველაზე, ესე ვთქვით, კაშკაშა ინციდენტი, რომელიც გვახსენდება და ყველა ვიცის, ეს არის სტუქსნეტის ინციდენტი, როდესაც ჯერ კიდევ 2005 წელს ამერიკამ შექმნა რაღაცა მაშინ ეძახდნენ ამას კიბერიარაღს თუ რაღაც მსგავს, თუმცა ეს იყო უბრალოდ პროგრამა, რომელიც მოახერხა და ნათანზის ბაზაში ბირთვული პროგრამის გასაჩერებლად გამოიყენა, ოღონდ ისე რომ მოახერხა რომ მისმა თანამშრომლებმა ამ ნათანზის დაცული ბაზის თანამშრომლებმა ინფიცირებული ფლეშკა USB მოწყობილობა შეაერთეს ერთ-ერთ იზოლირებულ კომპიუტერში და იქიდან მერე მოხერხდა ის რომ ირანს დაუზიანეს იმ კონკრეტულ ბირთვულ ობიექტზე ცენტრიფუგები და ასე შემდეგ, მაგრამ ამ მიზნის მიღწევის გარდა მათ გააფუჭეს ბევრი რამ სხვა დაწყებული კრიტიკული და სენსიტიური ინფორმაციის მოპარვიდან დამთავრებული კონკრეტული ადამიანების შესახებ ინფორმაციის შეგროვებით და ასე შემდეგ. ეს იყო პირველი. ეს იყო და ეს აღმოჩნდა, ანუ 2005 წელს ხო ეს გაკეთდა, 2007 წელს აღმოაჩინეს სავით და სადღაც მთლიანი ეს ინციდენტი საბოლოო ჯამში ცნობილი გახდა სამყაროში 2010 წელს. მთელი ეს წლები გამოიყენეს ამერიკელებმა იმისთვის, რომ ირანის ბირთვული პროგრამა არა თუ დაეზიანებინათ, არამედ მის შესახებ და თვითონ მასში ჩართული პირების შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია მოეპოვებინათ. და ბევრად უკან დაწიეს კიდევაც მაშინ. კი, მაშინ დაწიეს უკან. სხვათა შორის ამ ინციდენტის შემდეგ ირანმა, ასე ვთქვათ, მაშინვე დაიწყო ზომების მიღება, გააძლიერა თავისი თავდაცვითი საშუალებები და ასევე შეტევითი რესურსებიც და დაიწყო შეტევები და ცადა შეტევები ძალიან ბევრ ამერიკულ კომპანიაზე, სადღაც 50-მდე კომპანიას შეუტიეს მაშინ, როდესაც ეს ამბავი გასკდა, მაგის შემდეგ 1-2 წლის განმავლობაში მასიურად უტევდა ხოლმე ირანის მხარე ამერიკის სხვადასხვა ტიპის და ინფრასტრუქტურის ინდუსტრიის კომპანიებს. მოდი აქ რო არ ვახსენო, არ შეიძლება ესეთი რაღაც. არსებობს ესეთი ტერმინი ჩვენთან კიბერუსაფრთხოებაში, ეს არის APT, Advanced Persistent Threat. და რას ნიშნავს ეს? ეს არის ჯგუფი, პროფესიონალთა ჯგუფი, რომელიც ფინანსდება კონკრეტული სახელმწიფოს მიერ
და ემსახურება ამ სახელმწიფოს სტრატეგიული და ტაქტიკური ამოცანების შესრულებას კიბეროპერაციების გზით. ისინი ამზადებენ ამას შეიძლება წლების განმავლობაში ამზადებდნენ რაღაც კონკრეტულ კიბერშეტევას, შეიძლება ეს მოიცავს დაზვერვით საქმიანობასაც, ინფრასტრუქტურაზე შეტევით საქმიანობასაც, პროპაგანდასაც, საბოტაჟებსაც, ასევე დაუშვათ წეღან რაც ვახსენე მაგალითად რომელიმე ინფრასტრუქტურის წყობრიდან გამოყვანასაც და ასე შემდეგ. ან უბრალოდ ინფორმაციის შეგროვებას კონკრეტულ ადამიანებზე თუ ინდუსტრიაზე თუ პოლიტიკურ პარტიებზე. არიან კიდევ სხვა მიმართულებით კრიმინალური და კიბერკრიმინალების დაჯგუფებები, რომლებიც თავისით, ბრჭყალებში ასე ითვლება, რომ თვითონ თავისი ინიციატივით ეხმარებიან თავიანთ ქვეყნებს და ქვეყნების მთავრობებს, რომ ეს კიბეროპერაციები აწარმოონ მათთვის მტრული სახელმწიფოს კიბერსისტემებზე. ესეთებიც ბევრი არის, თუმცა APT ნიშნავს, რომ ეს არის სახელმწიფოსგან დაფინანსებული. და ამ APT-ებს აქვს ყველას თავისი სახელები რა, უბრალოდ თავიანთი ხელწერა, მათი ტაქტიკა, ტექნიკები, ბავშვად გამოყენებული ხელსაწყოები და მათი შეტევის გზები შესწავლილია მსოფლიოს მასშტაბით ძალიან აქტიურად, სადღაც 150-მდე ასეთი დაჯგუფება არსებობს და მათ შორის სადღაც 40 დაჯგუფება არის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, ანუ APT, დანარჩენი კიბერკრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც თავიანთი ხელწერა აქვს და თითოეული კიბერშეტევის ან დიდი ინციდენტის დროს ასე ვთქვათ ხდება ხოლმე მათ მიერ გაკეთებული შემტევების მიერ გავლილი გზის მიხედვით ხდება მათი იდენტიფიცირება, რომ ეს სავარაუდოდ იმან გააკეთა. დაუშვათ ჩინურმა APT-მ ამას ეთყობა ესეთი კვალი, ანუ ისე მოიქცა, როგორც ჩინური APT იქცევა ზოგადად, ან რუსული, ან ჩრდილოკორეული და ასე შემდეგ. და სასაცილოა ყველა თავის კვალს ტოვებს. ყველას აქვს თავისი ტიპის სტრატეგიები, ტაქტიკები, როგორ აკეთებენ ამ საქმეს. და ამის მიხედვით არის იმ კოდის დონეზეც კი არის ამისი ინფორმაცია სოფლიოს მასშტაბით, საიტი არის აგერ Mitre Attack, აქ არის ჯგუფები, შემიძლია რომ მე გავაზიაროთ მასში ვიდეოს ქვემოთ აღწერაში, რომ ნახონ რამდენი ჯგუფი არსებობს უბრალოდ იდენტიფიცირებული თავისი კონკრეტული ხელწერით. და რაც მთავარია, ამ ჯგუფებს აქვთ ერთი დანიშნულება, რომ გამოიწვიონ მტრულ სახელმწიფოში, მათთვის მტრულ სახელმწიფოში საბოტაჟი, ქაოსი, შიში, პანიკა, იმუშაონ პროპაგანდაზე და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, ასევე ჩაერიონ მაგალითად არჩევნების შედეგებში და ასე შემდეგ. გვახსოვს ჩვენ ტრამპის და ჰილარი კლინტონის წინა არჩევნების ინციდენტები და ასე შემდეგ. და არაფერთ ისინი. გიორგი, ჯეგი, უნდა კითხო აუცილებლად ამ კონკრეტულ ომთან დაკავშირებითაც. ხო, ანუ ეს კარგი შესავალი იყო. ჩვენ ვიცით რა, ძალიან ზოგადი ინფორმაცია ქართულ სივრცეში ვამბობ რა, იდეაში, რომ იყო ირანის მხრიდან მაგალითად შეტევები სხვადასხვა ქვეყნების წინააღმდეგ მათ ინფრასტრუქტურაზე. მაგალითად ისრაელის შემთხვევაში რაღაცა წყლის სისტემის ინფრასტრუქტურაზე, რომ წყალი მოწამლული იყო და მოწამლული წყალი წასულიყო და სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა სახის ოპერაცია. თუ შეგიძლიათ ცოტა უფრო მეტი გითხრათ, ჩაგვახედო მაგაში. ესე იგი, ჩვენ ხო დავიწყეთ Stuxnet-ის ინციდენტით. ამ შეტევის, ამ ოპერაციის მიზანი იყო ის, რომ გაეჩერებინათ ირანის ბირთვული პროგრამა. შედეგად ირანმა დაიწყო კიბერშეტევები და სადღაც 50-მდე კომპანიას დააზიანა ამერიკაში მაგალითად. სხვადასხვა ტიპის კიბერშეტევები. ძირითადად ეს იყო DDoS შეტევები, უმრავლესობა, ყველა არა, მაგრამ DDoS-ი ახსნათ რა არის? ძირითადად ის, მაგრამ ორი სიტყვით შეგვიძლია. DDoS-ი ახლა მარტივად გლეხურ ენაზე რო ახსნათ არის რა? რომ წარმოიდგინეთ პატარა მაღაზია, ძალიან პატარა მაღაზია, სადაც უცებ ცდილობს შესვლას 10,000 კაცი. და უბრალოდ ვერ ეტევა იქ ვერავინ და თან ვინც შესულია, ისიც გამოშლას არ აპირებს. დაახლოებით
აი ჩათვალეთ რომ აი ვებგვერდი გაქვთ და უცებ აი ბილეთები ჯისრო ემართება ხოლმე დაუშვათ ბილეთების დაკიდების დროს დაეკიდა უბრალოდ ბევრი რეკვესტი მოვიდა და ვეღარ დაამუშავა ვეღარ გაუძლო წარმადობაში დაახლოებით ეგ შეტევები იყო უმრავლესობა თუმცა არა ყველა და ეს შეტევები წავიდა სადღაც 2011-2013 წლების განმავლობაში ძირითადად საბანკო სექტორზე მიდიოდა შეტევები ირანის მხრიდან იქით ოღონდ ამას მოდი შევთანხმდეთ თავიდანვე რომ ირანის მხრიდან შეტევაშს რო ვახსენებ გულისხმობ რომ ირანულმა APT-ებმა შეუტიეს ანუ დაჯგუფებებმა რომელსაც მართავს სახელმწიფო წესით მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება რომ სახელმწიფო მართავს და სახელმწიფო უარყოფს ამას არა მე რა შუაში ვარ ჰაკერებმა ქნეს ანუ უარყოფს რა აი დაუშვათ როგორც დაზვერვის როგორც რუსები უარყოფენ და ხო რა მე რა შუაში ვარ მე არ გამიკეთებია რავი აგერ ესენი არიან რა ვიცი არ ვიცნობ არა მაქვს მათთან შეხება უბრალოდ მათ გააკეთეს მაგრამ სინამდვილეში ასე არის ხომ რუსეთში უფრო ჩორსაც არის რუსეთში ეგ APT-ები კონკრეტულად უცებ გადაუხვევ კონკრეტულად არიან 3 APT არის და ერთი ხო ყავთ GRU მეორე FSB მესამე კიდე რაღაც ყავთ სამივეს თავისი APT ყავს საგარეო დაზვერვას ხო ეს ვერს კი ბატონო სამივეს ხავს თავისი APT და თან არც ერიდებიან ამის ხა ოფიციალურად არ ამბობენ მაგრამ მაინც ხშირად არის ხოლმე რომ გულისხმობენ და არც მალავენ ამაყობენ კიდევაც მაგრამ იმიტომ რომ აი კიბერ ოპერაციები ჩვეულებრივ სამხედრო ოპერაციები და კიბერ თავდასხმები არის სინქრონში ერთმანეთთან რუსეთის შემთხვევაში სულ მუდმივად პრინციპში თანამედროვე ომების აბსოლუტურად შემადგენელი ნაწილია ხო ხო სხვათა შორის აი რუსეთმა პირველად საქართველოში დაფიქსირდა ეგ 2008 წლის აგვისტოში რომ სამხედრო ოპერაციისთან ერთად კოორდინირებულად გამოიყენა კიბერ შეტევების კასკადი მთლიანად ქართულ ინფრასტრუქტურაზე ეგ იყო რა ვიცი მე რაც გამიგია შეიძლება ვცდები მაგრამ რაც გამიგია პირველი შემთხვევა მსოფლიოს ისტორიაში რომ სამხედრო ოპერაცია მოიცავდა სამხედრო ოპერაცია მოიცავდა კიბერ თავდასხმასაც ანუ მისი ნაწილი იყო რა მომზადებული ის იმავე აგრძელებს იმაში მაგალითად უკრაინაში 2022-დან და 2014-დანაც კი ბატონო სულ არის მუდმივად და კიდევ სხვათა შორის ისრაელისა იყო 2019 წელს გადაუხვიეთ თემას მაგრამ მაინც უნდა ვთქვა ეს 2019 წელს მოხდა ესეთი რაღაც რომ ჰამასის ჰამასიდან მომდინარე კიბერშეტევა დააიდენტიფიცირეს ებრაელებმა ისრაელის მოქალაქეებმა შესაბამისმა პირებმა და პასუხი მასზე იყო სამხედრო დარტყმა ეგეც პირველი იყო მსოფლიოს ისტორიაში რომ კიბერშეტევაზე სამხედრო ანუ დაბომბეს რა ის სამხედრო ხო გაანადგურეს ფიზიკურად ის შენობა სადაც და ეს ხალხი იჯდა და კიბერშეტევებს ახორციელებდა გადავიდეთ ისევ ირანზე დაუბრუნდეთ ხო საბოლოო ჯამში რო შევა მას ვთქვათ რა ქვია რომ გავყვეთ ამ დინამიკას სტუქსნეტი ხო იყო მე შემდეგი 2-3 წელი ირანი ცდილობდა თავდასხმებს და დააზიანა კომპანიები და ინდუსტრიები მაგრამ კონკრეტულად სახელმწიფო უწყებებზე შეტევას ვერ ახერხებდა თუ არ ახერხებდა ან არ არის ცნობილი და ასე მიდიოდა დინამიკაში შემდეგ უკვე 2014 წელს უბრალოდ 14 არა 13-12 წელს კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა სტუქსნეტის მსგავსი არის და ტექნიკები ერთი და იგივე ან თითქმის იდენტური იყო როგორც სტუქსნეტის ოღონდ ამისი მიზანი იყო Flame ქვია რა მაგ პროგრამას რომელიც გაუშვეს ძალიან ბევრი მაღალჩინოსნის კომპიუტერსა თუ მოწყობილობაში და იგივე გზა გაიარა რაც სტუქსნეტმა მაგრამ ამის მიზანი იყო დაზვერვა და წლების განმავლობაში აკეთებდნენ რას უსმენდნენ ინფორმაციას აგროვებდნენ აი სკრინებს უღებდნენ კილოგერ პაროლებს უტეხავდნენ ანუ კილოგერი ნიშნავს რომ რაღაცას რო კრებ კლავიატურაზე ის იმახსოვრებს და გადასცემს მე Excel-ში აგზავნის კონკრეტულ ადამიანებთან დავუშვათ შეიძლება რომ მიკროფონი ან ვიდეო კამერა გაეაქტიურებინა თავისით ისე რომ შენ ვერ მიხვდებოდი და ასე ესხდნენ ერთი რამდენიმე წელი
არა მარტო ირანელმა აღალჩინოსნებს, არამედ ერაყსაც, სირიასაც, რავი, ძალიან ბევრს მთელ ახლო აღმოსავლეთში. და მე ეს რო გასკდა, უბრალოდ ამის აღმოჩენა რო დაიწყეს, ამ პროგრამას ჰქონდა თავისი, ამ პროგრამის შემქმნელებმა მას ჩაუშენეს თვითგანადგურების მექანიზმიც და კვალის წაშლის მექანიზმიც და ამ შემთხვევაში კი იპოვეს რამდენიმე кейსი და ინციდენტი, მაგრამ მასიურად ყველასთან ერთად ის კვალი ვერ იპოვეს, რა წაიღო, როდის რა გადააგზავნა და ასე შემდეგ. თვითონ თავის ინფორმაცია რამდენი გააფუჭა, ეგ ვერ გაიგეს რა ბოლომდე. ეგ იყო. შემდეგ ირანმა ისევ შეუტია ამ შემთხვევაში ერთ-ერთ განმოკლედ ლას-ვეგასის სისტემას შეუტია 2014-ში მაგალითად, სადაც რავი 1000-ობით სერვერი გაანადგურა კონკრეტულ ინდუსტრიაში რა, ძალიან დიდი მასშტაბის შეტევა იყო ესეც. უბრალოდ თავიდანვე არ დაუწყიათ განსხვავება რო ვთქვათ რა ირანსა და აშშ ისრაელის კიბერდარტყმებს შორის. აშშ-ის და ისრაელის დარტყმები ბევრად უფრო წერტილოვანია და ზუსტია და კონკრეტულ მიზანს და სტრატეგიას და ტაქტიკურ ამოცანებს ასრულებს და ირანისა არის უფრო ქაოსური და მორგებულია უფრო ადამიანურ შეცდომებზე და როგორ იგზით ჭალებში ჩალიჩობენ იცი რომ აი მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციები, სკოლები, განსაკუთრებულ სისტემა ყველასგან ცდილობენ რომ აქ შეძრნენ, მე იქ შეძრნენ, მე აქ შეძრნენ, მე იქ შეძრნენ. სადაც ფანჯარას ნახავენ, ყველაფერი გამოიყენონ და თან ძირითადად მათი ოპერაცია უფრო აი ანუ კონკრეტულად ვერაფუჭებენ რაღაცას სამხედრო სტრატეგიულს თუ რავი სადაზვერვოს, მაგრამ აფუჭებენ ინდუსტრიულ, არის კომპანიას აზიანებენ მაგალითად ან სექტორში რაღაცას აფუჭებენ. და ალბათ ეგ იმაზე მეტყველებს რომ ებრაელებს და უბრალოდ ისრაელს და ამერიკას უკაცრავად აქვთ ძალიან დახვეწილი ეს მიმართულება, იმიტომ რომ მათი ძალიან დიდი სიძლიერე, ანუ ძალიან ძლიერი. ანუ ზუსტად იციან მიზნები და ზუსტად იციან ამოცანები, ხო? რა ამოცანები რის რა. და მუშაობენ, აი, ჩვეულებრივ სადაზვერვო საქმიანობა რაც არის, ხო? სადაზვერვო საქმიანობა თუ კონტრდაზვერვა იქნება თუ დაზვერვა, ამაზე ალბათ გაცილებით უკეთ ისაუბრებდა ბატონი ანდრო, მოკითხვა აქედან. ჩვეულებრივი ნაწილია მისი კიბერ მიმართულებაც რა. ამას იყენებენ, შეიძლება დაუშვათ აი კომპლექსური ოპერაციები არის სადაზვერვო რა. დაუშვათ რაღაცა ამოცანა რო აქვს ვიღაცა მზვერავს, ამაში შეიძლება ჩაერთოს კიბეროპერაციებიც და იყოს ერთი კომპლექსი, ერთი მთლიანობაა და არაც ცალკე. ეხლა სხვათა შორის მოდი რო დაუბრუნდეთ ამ ომს, ძალიან საინტერესო ოპერაცია იყო თვითონ ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ამერიკის, როდესაც დეზინფორმაციული ოპერაცია აწარმოა ირანში მფრინავის გადასარჩენად, ანუ ერთი მხრივ არასწორი ინფორმაცია, ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, დააბნია მოწინააღმდეგე და მეორე მხრივ კიდე სამხედროებმა გააკეთეს თავის. კი ბატონო, აი ეგ ძალიან აი ერთმანეთში ისე არის გადაჯაჭვული კიბეროპერაციების შესრულება სადაზვერვო თუ სამხედრო საქმიანობასთან და სამხედრო ოპერაციებთან, რომ დღესდღეობით უკვე ცალ-ცალკე აღარ განიხილება რა. ანუ ის რომ მე რაღაცა ტაქტიკური ამოცანა თუ რაღაც ის შევასრულე დაუშვათ სპეცოპერაცია, იქ მანამდე მუშაობს მთელი პროპაგანდა იქნება თუ კვალის არევა თუ რაღაც. ანუ კიბეროპერაციები არის ერთ-ერთი ძალიან მძლავრი ხელსაწყო ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტრატეგიული ამოცანების შესასრულებლად რა. და ამას ვინც ხვდება და სათანადო დონეზე აფასებს და ამზადებს თავის ქვეყანას ამ მიმართულებით და აძლიერებს, ის ყოველთვის იმარჯვებს, იმიტომ რომ შესაძლებელია, ხა მაგალითად სტუქსნეტი რო გავიხსენოთ ისევ, ხო, ამერიკას არ დაჭირვებია საერთოდ ერთი გასროლაც კი, უბრალოდ ისე გაუფუჭა ბევრი წლით ჩაუძირა ბირთვული პროგრამა ირანს. უბრალოდ აი პატარა კარგად დაგეგმილი და მოფიქრებული კიბეროპერაციით. ხო და როცა შესაძლებელია რომ მარტივად რაღაცა გააკეთო ასე, ან თავი დაიცვა, რატომაც არა.
და ამიტომ ამ მიმართულებას ავითარებს ყველა, ვისაც შეუძლია და ვისაც თავში ჭკუა აქვს და ვინც საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ფიქრობს ზოგადად. ამ ომში თუ იცი ირანმა შეერთებული შტატების და ისრაელის წინააღმდეგ რა გამოიყენა და თუ კი შეერთებულ შტატებზე მაგალითად დიდი ვერაფერიც ვერ ქნა სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თუ მიიტანა ესეთი იერიშები. ეხლა იქ მაქვს თარიღები მონიშნული, რომ არ დამვიწყებოდა. ესე იგი, პირველ 11 მარტს ირანთან დაკავშირებულმა ერთ-ერთმა ჯგუფმა განახორციელა შეტევა ამერიკის ჯანდაცვის სისტემაზე, მაგალითად, რომ რამდენიმე დღით გააჩერა, ჩათვალე, რომ რამდენიმე კლინიკა რო გაჩერდეს, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა რო ჩავარდეს, პაციენტებმა რო რეცეპტები ვერ აიღონ, წამალი ვერ მიიღონ, ოპერაციები ვერ ჩატარდეს და ფინანსება ვერ მიიღონ, აი ეგ სისტემა სრულად გაუთიშეს. ეს იყო 2026 წლის 11 მარტს. ოღონდ შეეძურნენ ისევ ისე რა, როგორც ვთქვი, ამ სტრაიკერი ქვია რა, ამ კომპანიას, ერთ-ერთი ძალიან დიდი გიგანტი არის ამერიკაში, სამედიცინო სერვისების მიმწოდებელი და ასევე აპარატურის. და შეეძურნენ ამის მიმწოდებელთან და ამის მიმწოდებლით შეაღწიეს მათთან. ანუ იგივე თემა არის რა, ანუ სანამ შენამდე მოვაღწევ ვიღაცა ვინც შენს ირგვლივ მოწყვლადია ის სუსტი ხო სუსტი ირგვლივ იპოვეს და ეხლა მქონდა დადებული LinkedIn-ში FBI-ის უფროსის FBI-ის შეფის პირადი Gmail-ი გატეხეს. იმიტომ რომ შეიძლება FBI-ის დაცული სისტემებში ვერ შეაღწიო, მაგრამ სადაც სუსტია, იქ ეძებენ ყოველთვის, სადაც არ ელოდები და ნაკლებად იცავ რა. იყო მაგალითად აი კიდე უფრო შორს წავალ და წარსულში ტრამპის პირველი ვადის არჩევნები რო იყო და მისი ოპონენტი რო იყო ჰილარი კლინტონი. მაშინ ეს ინციდენტი მოხდა იქიდან რომ მისი ანუ ერთ-ერთი ადამიანის საარჩევნო შტაბის წევრის ოჯახის წევრის მოწყობილობა გატეხეს. და იმაში შეაღწიეს იქიდან გადაძვნენ შეიყვნენ და აღმოჩნდა რომ 1-2-3 წელი ესხდნენ მთელ სისტემაში და მემოწერაში. აგერ იგივეა იმაზეც რა ქვია FBI-ზეც. მაგალითად მარტის განმავლობაში სადღაც 100-ზე მეტ კომპანიაზე დაფიქსირდა სხვადასხვა ტიპის შეტევები და აქედან 70% ამ მსხვილი კომპანიების, რომელიც ძირითადად არის საკომუნიკაციო, საბანკო, აი კრიტიკული ინფრასტრუქტურის და ახლო აღმოსავლეთის კომპანიების უყოლა, რომელიც მნიშვნელოვან სერვისებს აწარმოებს საზოგადოებისთვის. მაგათზე იყო შეტევები რა, სადღაც, რავი, 100-ზე მეტი შეტევა იყო და სადღაც 46-ზე მეტ კომპანიაზე დაფიქსირდა ეგეთი. ირანის მიერ. ხო, ირანის ჯგუფების მხრიდან. თუმცა იყო ასევე, დავუშვათ 12 დღიანი ომის დროს ივნისში 2025-ის ებრაულმა წეღარ უახსენ იმ ჯგუფა უფრო როგორ ავთქვათ ისრაელურმა დაჯგუფებამ ამბობენ რომ ისრაელის სპეცსამსახურებთან არის კავშირში, მაგრამ თლად არ დასტურდება ეს, ანუ ვერ ვიტყვით დადასტურებულად, მაგრამ აშკარად ირანის წინააღმდეგ რომ მოქმედებს ხოლმე ესეთ პერიოდში, ეგ ყველამ ვიცით და მაგალითად ერთი ბანკი ჩააწვინა, მაგალითად ერთ-ერთი ძალიან ცნობილი და მნიშვნელოვანი ბანკი ირანისთვის და მეორე კიდე კრიპტოვალუტის პორტალი დააწვინა და თან როგორ ვთქვა ეს კრიპტოვალუტის პორტალი გამოიყენებოდა ძირითად შემთხვევაში ამერიკული სანქციებიდან გვერდის ავლისთვის და ფულის გასათეთრებლად და ასე შემდეგ და მაგას შეუტიეს ამ 12 დღიანი ომის განმავლობაში ორი ისეთი მსხვილი შეტევა გააკეთეს რომ ფინანსური სექტორი ლამის მოუსწეს ირანს ამ შემთხვევაში იმ დღეების განმავლობაში. მე კი აღდგა და ყველა ყოველ შემთხვევაში იმისი ეფექტი შენარჩუნდა კარგი ხნის განმავლობაში, იმიტომ ეკონომიკური კრიზისის სახეზე. რასაც ვხედავთ ეხლა ამერიკა და ისრაელის მხრიდან როგორც სამხედრო დარტყმები, ისე კიბერ დარტყმები, ბევრად უფრო ზუსტი და წერტილოვანი და კონკრეტულ ტაქტიკურ ამოცანებზე ორიენტირებულია და წარმატებულია ხოლმე. ირანის შემთხვევაში არის ხოლმე თითქოს აი პროქსი ძალებით ცდილობს რაღაცების გაკეთებას აქედან იქიდან და შეიძლება რომ დავუშვათ უცებ ვერ გავნოს, მაგრამ დროთა განმავლობაში მოაღწიოს და რაღაცა მე ერთბაშად გააფუჭოს.
ესეთი რაღაცაა რა, მოკლედ. ნუ ახლა თვითონ ის პეიჯერების ოპერაციაც ხო აღსანიშნავია ებრაელების კი ბატონო ისრაელელების. მე ძალიან მიყვარს ებრაელი ხალხი და ამიტომ ისრაელელებს ვამბობ, ებრაელებსაც რა ბოდიში თუ დაუშვათ რაღაცას ვამბობ. ეს ოპერაციაც როგორც ჩანს დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა პეიჯერების ოპერაციას და ანუ ეს მონაცემებზე წვდომა აქვს, იციან და სხვათა შორის საინტერესო ის იყო რაც მე ვნახე რომ ყველას დაეგზავნა თითქმის აი ამ რევოლუციური გუშაკთა კორპუსის მაღალ ჩინოსნებს რომ გადადით ხალხის მხარეს უარყავით ეს ორგანიზაცია დაუდეკით ხალხს და ანუ აი ესეც ამუშავდა ხო? ამუშავდა მთელი სიმძლავრით, ანუ ირანის ეს ჯგუფები ყოველთვის ცდილობენ პასუხი გასცენ და ამ შემთხვევაში გამოუვიდათ კიდევაც რაღაც დონეზე და საკმაოდ წარმატებითაც რაღაცა იყო დაუშვათ ახლა წეღარო ვთქვით რომ გატეხეს თქო მისი FBI-ის შეფის პირადი ემფოსტა და ასე შემდეგ ასევე ამ სტრაიკერი რო გატეხეს ეს ჯანდაცვის სისტემა რო გატეხეს მანამდე იყო კიდე შეტევები წყალმომარაგების სისტემაზე განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ჰამასიდან ანუ ჰამასთან სამხედრო ოპერაცია რო დაიწყო ისრაელმა 2023 წელი იყო თუ არ ვცდები მაქედან მოყოლებული მე პირიქითაც ისრაელის მხრიდანაც იყო შეტევები ინფრასტრუქტურაზე ანუ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე შეტევებზე გადავიდნენ აი ჰამასის შემდეგ უკვე მასიურად. მანამდე უბრალოდ წერტილოვანი რაღაც დარტყმები იყო და კიბეროპერაციებმა მიიღო ეგ სახე აი ჰამასთან ომის და სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ რომ სამიზნეები გახდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა მათ შორის კომუნიკაციები, ენერგეტიკა, წყალმომარაგება და ასე შემდეგ რა. სადაც ყველაზე მეტად ხალხი და საზოგადოება დაზიანდებოდა. საფინანსო სექტორი კიდევ. აი ესეც რო აგვიხსნა ცოტა, ანუ რას ნიშნავს? საფინანსო სექტორი დაზიანდა ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ წვდომა აღარ აქვს ხალხს საკუთარ ანგარიშებთან, ხო? ანუ კრიზისი იქმნება, პირდაპირ ფინანსური კრიზისი. ხო, რასაც თავისი შედეგები აქვს, ხო? და ინფრასტრუქტურაზე შეტევა ნიშნავს იმას, რომ რაღაც ვერ გამოპირობითად, რა ვიცი, წყლის სისტემებზე შეუტია. შუქი გაითიშა მაგალითად არ არის. ან დაუშვათ გაჩერდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ეხლა ირანში ხო ელექტროენერგია და წყლის ნაკლებობა საბოლოო ჯამში წყლის ინფრასტრუქტურაზე შეტევა ნიშნავს, რომ წყალმომარაგება ითიშება, ისედაც წყალნაკლულ ქვეყანაში ხალხი ძალიან ზიანდება და ეს იწვევს მე უკმაყოფილებას მთავრობის მიმართ თავისთავად. ასევე ენერგეტიკაში მაგალითად შუქი, ანუ წყალს ვერ იყენებენ ენერგეტიკისთვის და იყენებენ ნავთობს. ხო და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანის აფეთქება თუ თბოელექტროსადგურის გაფუჭება უკვე ნიშნავს რომ რაღაც შეფერხებებია ენერგეტიკაში. არის კიდე კომუნიკაციები დაუშვათ ინტერნეტი იქნება ეს ტელეფონით, კავშირი თუ რავი, რადიო სიხშირეები და ასე შემდეგ. ამაზეც პრობლემაა ხოლმე და ეხლა მთლად ჩაკეტეს გარედან წვდომადი აღარ არის ირანის სივრცე იქიდან საერთოდ რავი რამდენიმე მეგობარი მყავს და როდის მივწერე ჯერ კიდევ აი ომის დაწყებისთანავე და იმის მერე პასუხი არ ჩანს მათგან იმიტომ თეირანში ცხოვრობენ და იმედია რომ კარგად არიან არ ვიცი რა ხო და კონფლიქტი გრძელდება და ამ შემთხვევაში მე რასაც ვიტყოდი არის ის რომ ეს მხარე კიბეროპერაციების და კიბერშეტევების მხარე გახდა ორგანული ნაწილი დროთა განმავლობაში სამხედრო ოპერაციების და არა მარტო სამხედრო ოპერაციების, აი ზოგადად სამყარო რო წარმოვიდგინოთ, ცხოვრების ნაწილი გახდა. რომ დაუშვათ სამხედრო დარტყმა გინდა, დაუშვათ ტაქტიკური და სტრატეგიული ამოცანის შესრულება, ოპერაციის შესრულება გინდა, უნდა გამოიყენო აუცილებლად კიბერშეტევის რაღაცა ფორმა. დაზვერვა გინდა, აუცილებლად კიბერსამყაროს უნდა მიაკითხო სხვა რაღაცებთან ერთად. დაცვა გინდა აქაც პირველი ეგ არის რომ შენი სისტემის და უსაფრთხოების მდგრადობა დამოკიდებულია შენს კიბერმდგრადობაზე რომ თუ მაგალითად აი როგორც პროპაგანდაზე ასაუბრ პროპაგანდისგან დაცვა გინდა ეგეც კიბერ სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს რომ ტყუილმა სახელმწიფომ შენს
კიბერსამყაროზე თუ რავი სოციალურ ქსელებზე და ასე შემდეგ გავლენა ვერ მოახდინოს ვერც პროპაგანდით, ვერც საბოტაჟი შეძლოს, ვერც შიშის და პანიკის დათესვა და მით უმეტეს ვერც მონაცემების მოპარვა. ეგ არის უბრალოდ აქსიომა გახდა დღეს რა, ადრე რო იყო რომ დაუშვათ ეს ცალკე ის ცალკე, პირველად ხო დაიტესტა რუსეთმა ჩვენთან დატესტა ეგ პარალელურად სამხედრო ოპერაცია და კიბერშეტევა ერთად კოორდინირებულად, მას მერე ყველა მისწავლა და ყველა ესე აკეთებს. ჩვეულებრივი ამბავია. და არა მარტო სამხედრო ოპერაცია, უბრალოდ ყველას ყველა ქვეყანას აქვს ეგეთი სტრატეგია. თავდაცვის მიმართულებითაც და დაზვერვაშიც და ასე შემდეგ. გიორგი, რას უნდა ველოდოთ აი ამ ეს ომის შედეგები ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, იმიტომ რომ ყველაფერი გრძელდება მიუხედავად რაღაცა პაუზებისა. როგორი მოლოდინები გაქვს შენ აი ამ სივრცეში? გადაინაცვლებს თუ არა მაგალითად აი რაკეტებიდან უშუალოდ კიდევ უფრო ღრმად კიბერსივრცეში ეს ომი? თუ ეს ომი ისედაც მიდის და სულ მიდიოდა ფარულად. უბრალოდ ეხა უფრო ღიად მიდის ეს ყველაფერი და მუდმივად გაგრძელდება ეს არ მორჩება და თან აქ უნდა გავითვალისწინოთ კიდე სხვა ქვეყნების ფაქტორებიც, რომელთაც ეხა ჩვენ ამ შემთხვევაში ფოკუსი გქონდა ირანზე, ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებზე, მაგრამ ძალიან ძლიერი ჯგუფები ყავთ, როგორც კრიმინალური ჯგუფები, ასევე APT-ები, როგორც ვახსენე, როგორც ეძახიან რუსეთს, სხვათა შორის ჩრდილო კორეას და ჩინეთს. ასევე ყავთ ძალიან ძლიერი ჯგუფები, მაგალითად ინდოეთს და პაკისტანს, ოღონდ მათი ინტერესის სფერო ძირითადად ერთმანეთის წინააღმდეგ რაღაც ოპერაცია, ანუ იშვიათად ცდებიან ამ მასშტაბს, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ უფრო მოძრაობენ და უფრო მუშაობენ და იხარჯებიან ვიდრე გლობალური მასშტაბით. მაგრამ ახლა მაგალითად აი რუსული ჯგუფების ხელწერა არის ის, რომ პირდაპირ სამხედრო რაღაცა დივერსიები, საბოტაჟი, სისტემების გაჩერება, ჩავარდნა და ასე შემდეგ. ეგ არის მათი ძირითადი სტრატეგიული ამოცანა ხოლმე რა, სამიზნე ეგ არის მათი. საბოტაჟზე უნდა გკითხო ეხლა ირანში რატომ ვერ იმუშავა თუ იმუშავა თუ რაღაცები არ ვიცით უბრალოდ ჩვენს ხო იყო არა ანუ პენეტრაცია იგივე ირანულ პროპაგანდულ მედიაში მოწოდებები და ასე შემდეგ. შენი აზრით რამე არასაკმარისი გაკეთდა თუ თავის საქმე გააკეთა ამან? შენი დაკვირვებით როგორ იმუშავა? იქიდან გამომდინარე რომ თვითონ ირანში რაღაცების გაფუჭება შეძლეს როგორც ინფრასტრუქტურულად ასევე დაუშვათ იყო იქ რაღაც ქარხნების გაჩერება იყო მაგას საბანკო საფინანსო სექტორზე შეტევები ანუ ეს ყველაფერი ერთად მოქმედებს კომპლექსურად ცალკე რაღაცის ანუ დაბომბვა ხო ცალკეა ფინანსური სანქციები ხო ცალკე არის და ცალკე კიბეროპერაციებით რაღაცების გაფუჭება ამას ყველაფერს აგვირგვინებს და მცდელობა ალბათ იყო ის რომ ირანში ხელი შეეწყოთ რეჟიმის ცვლილებისთვის საბოლოო ჯამში სივრცე არ დარჩა ამ ომის გამო იმისა რომ სამოქალაქო პროტესტი გაგრძელებული იყო ჩემი ხედვით ეს საერთოდ არ ეხება ახლა კიბერუსაფრთხოებას იმიტომ რომ როდესაც ახლა მაგალითად რუსთაველზე რომ ბომბები ცვიოდეს ვერ გახვალ და ვერ გააპროტესტებ რა უბრალოდ რაღაცა ბომბი დაგეცე ხო დაახლოებით ეგეთი ამბავია და ეს ანუ კიბერშეტევები განხორციელდება კიდევ და კიდევ აქედანაც იქედანაც ამათაც ყავთ ძლიერი ჯგუფები ისრაელსაც და ამერიკასაც ყავს ძალიან ძლიერი ჯგუფები გააკეთებენ ამას და ეს სულ გაგრძელდება მაგრამ ხალხის ანუ ირანი ამას ჩაყლაპავს ჩვეულებრივად სანამ იქ რეჟიმი არ შეიცვალა აი გადახარშავს, გადაემზადება კიდევ აქედანაც ეცდება რომ პასუხი გაცეს და აი თუნდაც საომარი მოქმედებები შეწყდეს, ეს ბრძოლა და ჭიდილი მუდმივად გაგრძელდება. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი რაღაცები გაგრძელდება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ირანში თუ მოხდა რეჟიმის შეცვლა, მაგის შემდეგაც გაგრძელდება
ესეთი შეღწევის და კიბერსპიონაჟის მცდელობები მინიმუმ. ეს ყველა ქვეყანას მილობს რომ მაქსიმალური ინფორმაცია კონდეს. დაზვერვა ყველა ვარიანტში არ გაჩერდება ამ შემთხვევაში. დაზვერვა ხო სულ მუშაობს. კიდე რა შეგვიძლია ვთქვათ ამასთან დაკავშირებით? ბანკზე ვთქვით, როგორ გააჩერეს ბანკი და Nobitex კრიპტო ის რო გაუჩერეს, ეგეც ვისაუბრეთ, აქ კიდე მონიშნული მქონდა. სად არის? ხო, ირანს დაარტყეს ხო ერთ-ერთი პირველივე მარტს გაკეთდა ეგეთი კიბერშეტევა. ირანს ჰქონდა ასე ვთქვათ მუსლიმური რაღაც სალოცავი აპლიკაცია, სადაც კალენდარივით იყო ლოცვები ის ანუ ალერტინგის და ორგანიზერივით იყო ოღონდ მუსლიმი ადამიანისთვის ყოველდღიურობაში ლოცვების განრიგი, კალენდარი, რაღაცა იქ ეს და აი ეს აპლიკაცია გაუტეხეს, ამას არანაირი სხვა მიზანი არ ქონია გარდა იმისა, რომ ირანელ ხალხში და ერთ-ერთესა პანიკა, ანუ ამისი არც მონაცემთა მოპარვა ჭირდებოდათ, არც არაფერი, უბრალოდ ეს ტაქტიკური ამოცანა ასე შეასრულეს ამ შემთხვევაში. 1 მარტს ან 28-ში ხო დაიწყო ომი, სამხედრო ოპერაცია და 1 მარტს მოხდა მათი აპლიკაციების ეს ან მასობრივ. ხო რა, რომ ხალხში დაეთესათ ეს ამბავი, რომ აი მოვდივართ და გეშინოდეთ. დაახლოებით ეგეთი ოღონდ ვისგან განხორციელდა ეს ამერიკისგან თუ ისრაელისგან ეს არ ვიცით, მაგრამ განხორციელდა. იქან სერვისი შეუფერხეს, მაგრამ დიდი არაფერი ამ შემთხვევაში, მაგრამ ეს სიმბოლური იყო რა. FBI-ის დირექტორის ამბავი ვთქვით, პრინციპში ეგ არის. პრინციპში ეგ არის და მეც ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი საუბარი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და ვფიქრობ, რომ თქვენსაც საინტერესო იქნება. Toro ის რაც ხდება უხილავ ფრონტზე ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის რასაც არ აზიანებს ბომბი, აზიანებს კლავიატურა და სხვანაირი გონია. მათ შორის სხვათა შორის უნდა აი ბოლოს უნდა გკითხო, ხო არ შენი დაკვირვებით ხელოვნური ინტელექტი რა დონეზე გამოიყენეს? ირანმა გამოიყენა ძალიან ყოჩაღად ერთ-ერთ ოპერაციაში მაგალითად. დაუდასტურებელია ეს ინფორმაცია, უბრალოდ გავაჟღერებ, მე რაც მოვისმინე სხვადასხვა წყაროებიდან, უბრალოდ ოფიციალურად ჯერ ვერ მივაგენი, რომ ვიღაცამ ეს დაადასტუროს. რომ ირანელებმა გადაიჭირეს რადიოკავშირი ისრაელის ჯარისკაცებისა და გამოიყენეს AI-ით დამუშავებული უბრალოდ აი მათი უმაღლესი მთავარსარდალი არა, მაგრამ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი სამხედრო პირი, რომელსაც შეეძლო ბრძანების გაცემა ამ ჯარისკაცებზე, რომ ეს გააკეთეთ. და მისი ხმა ჰქონდათ ამათ ჩაწერილი და AI-ით დამუშავებინეს და ამ რაცია გადაჭერულზე ისრაელის ჯარისკაცებს მოუვიდათ ბრძანება თავიანთი ხელმძღვანელისგან. და სიამდვილეში ეს იყო AI ირანელების მიერ ალაპარაკებული. რა ბრძანება იყო? რაღაცა ბრძანება იყო, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ისეთი ბრძანება იყო, რასაც ზარალი მოყვა რა, ზიანი და რამდენიმე ადამიანის დაღუპვა. ჯარისკაცი. იქ ისრაელი ჯარისკაცი იქ არ დაღუპულა ირანში. ანუ ლიბანში არის, მაგრამ არც ერთი ჯარისკაცი თვითონ ირანის კეთილი. Კაი, ეს ძალიან საინტერესოა და ხო არ იცი მაგალითად ისრაელის და შეერთებული შტატების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. მაგას იყენებენ მე რაც ინფორმაცია მაქვს, იყენებენ თვითმართვად, ანუ უპილოტო საფრენ აპარატებში სამიზნის აღმოსაჩენად. რომ AI-ის ლოგიკით ანუ იმას რა ქვია, დრონის ოპერატორი აღარ არის საჭირო, ანუ რომ დაიზოგოს დაუშვათ დრონის ოპერატორის მუშაობის დრო და მაგალითად დრონი, სადაც მიფრინდება, ანუ რომ დაფრინავს, საიმიზნეს სადაც დაინახავს, მისივე ხელოვნური ინტელექტის საშუალებით თვითონვე წყვეტს, რომ ეს სამიზნეა და დაეცეს ზე. ერთი დადასტურებული რა ყოველ შემთხვევაში აი გავრცელებული ცნობა, რომ AI გამოიყენება მაგ მიმართულებით, ეგ ინფორმაცია მაქვს მხოლოდ. სხვა არა. ჯეგე, დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და წარმატებები.